ინტერსტელარი ვარსკვლავთშორისი მოგზაურობა. ვარსკვლავთშორისი, ინგლისურად ინტერსტელარი. ეს სიტყვა სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმიდან გეცნობათ. კრისტოფერ ნოლანის ფილმი ინტერსტელარი, რომელიც 2014 წელს გადაიღეს. მინდა განვიხილო, თუ რაზეა ეს ფილმი და რამდენად დიდი აზრი დევს მის სცენარსთან და ვიზუალში. აღარაფერს ვიტყვი ჰანს ზიმერის გამოუგნებელ საუნდტრეკებზე, რაც ამ ფილმს გასდევს მუსიკალურ ფონად. მაგრამ სანამ ფილმსა და მის კონტექსტს განვიხილავ, რადგანაც ეს არხი არა კინო, არამედ სამეცნიერო საკითხებზეა, მანამ ვისაუბრებ იმ ასტროფიზიკურ ტერმინებსა და ცოდნაზე, რის საფუძველზეც სწორედ ეს ფილმია გადაღებული. ეს არაერთხელ გამიგეთებია ამ პროექტის არსებობის განმავლობაში. თუმცა ახლა ვეცდები კიდევ უფრო სხვა და უფრო დეტალური კუთხით განვიხილო. შემდეგ კი შევაჯამებ, რამდენად გასაგებადაა გადმოცემული ეს ყველაფერი ამ გამორჩეულ ფილმში. თუ ვინმეს ჯერ კიდევ არ გაქვთ ნანახი ეს გამორჩეული კინომოვლენა, მაგრამ ეს სამეცნიერო საკითხები გაინტერესებს, მაშინ გირჩევთ, რომ ჯერ ინტერსტელარი ნახოთ და შემდეგ დაუბრუნდეთ ამ ვიდეოს. მაშ ასე, ძალიან დიდი, ღრმა და საინტერესო მოგზაურობა გველის ვარსკვლავთშორის შავი ხვრელებისა და გალაქტიკების საიდუმლოთა სამყაროში. მოდი ვისაუბროთ, რამდენად რეალურია ინტერსტელარის თეორია. პროფესორ სტივენ ჰოკინგის განცხადებით, შავ-ხვრელში მოხვედრის შემდეგ შესაძლებელია ადამიანი გადარჩეს. ფიზიკოსი მიიჩნევს, რომ ნებისმიერ მატერიას შავი ხვრელის გიგანტური გრავიტაციული ძალა გაანადგურებს, მაგრამ შესაძლებელია მატერია გაექცეს მას და სხვა განზომილებაშიც კი გადაინაცვლოს. ეს თეორია ხსნის ინფორმაციულ პარადოქსს, რომელზეც მეცნიერები 10 წლეულებია თავს იტეხენ. კვანტური მექანიკა ამბობს, რომ არაფრის განადგურება არ არის შესაძლებელი, თუმცა მთავარი რელატივიზმი ამბობს, რომ ყველაფერი უნდა განადგურდეს. ასე თუ ისე ჰოკინგის ახალი თეორიის მიხედვით, ყველაფერი, რაც შავ-ხვრელში მოხდება, გაიჭედება სფეროში, რომელიც ხვრელს არტყია და რომელზეც მიიჩნევდნენ, რომ ვერ გაექცეოდი. ჰოკინგი ირწმუნება, რომ ყველაფერი, რაც იქ მოხდება, შესაძლებელია ჩვენს სამყაროში დაბრუნდეს, ან პარალელურ სამყაროში მოხდეს. თუ გრძნობთ, რომ შავ-ხვრელში ხართ, არ დანებდეთ. არსებობს გამოსავალი, აცხადებს ჰოკინგი. შავი ხვრელი არის ვარსკვლავები, რომლებიც საკუთარმა გრავიტაციამ გაანადგურა და წარმოქმნა ძლიერი ძალა, რომელსაც სინათლის სხივიც ვერ გაურბის. მე ვფიქრობ, რომ ინფორმაცია არა შავი ხვრელის შიგნით, არამედ მის საზღვრებს გარეთ, მოქმედების ჰორიზონტში თავსდება, ამბობს ჰოკინგი. ამასთან ჰოკინგს წამს, რომ რადიაცია, რომელსაც შავი ხვრელი ასხივებს, მისგან თავის დაღწევის შემთხვევაში, საშუალებას იძლევა, რომ იქიდან ინფორმაცია გამოიტანო. ინტერსტელარ პარადოქსი. თუ დროს ვიზუალურად წარმოვიდგენთ, ძირითადად შეიძლება გქონდეს სამი აღქმა, რასაც ჩვეულებრივი, რელიგიური ან ფილოსოფიური მრწამსი განაპირობებს. პირველი, დრო როგორც მონაკვეთი, ანუ ხაზი, რომელსაც აქვს დასაწყისი და დასასრული. მარტივად რომ ვთქვათ, სამყაროს შექმნიდან აპოკალიფსამდე. მეორე, დრო როგორც სხივი, ანუ ხაზი, რომელსაც აქვს დასაწყისი და არ აქვს დასასრული. ან პირიქით, ანუ ერთ შემთხვევაში ჩვენ გვჯერა, რომ სამყარო რაღაც მომენტში შეიქმნა და დასასრული ვერ წარმოგვიდგენია. ან შექმნის თეორიას არ ვცნობთ, მაგრამ დასასრული უფრო ადვილად წარმოსადგენია. მესამე, დრო როგორც წრფე, ანუ ხაზი, რომელსაც არ აქვს დასაწყისი და დასასრული. შესაბამისად, უსასრულობიდან უსასრულობამდე გრძელდება. ეს სამივე შეხედულება ერთმანეთისგან განსხვავებულია, მაგრამ ერთი რამ აერთიანებს. სამივე შემთხვევაში ჩვენ დრო წარმოგვიდგენია როგორც ხაზი. ერთადერთი, რაც მათ აკავშირებთ, ანუ ამ წერტილებს, არის ურთიერთთანმიმდევრობა, რომელიც სასრულია. ანუ თუ წარმოვიდგენთ, რომ ყოველი მათგანი იწყება მარცხნიდან და გრძელდება მარჯვნივ, ყოველი წინა, ანუ მარცხენა, უბრალოდ წინაპირობაა მისი მომდევნო წერტილისა და შეუძლებელია წრფეზე მარჯვნივ მდგარ წერტილს ჰქონდეს გავლენა მისგან მარცხნივ მდგარ ნებისმიერ წერტილზე. კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვა, შეუძლებელია აწმყოს ჰქონდეს გავლენა წარსულზე, ან მომავალს აწმყოზე და წარსულზე. ჩვენი დღევანდელი ყოფა გუშინდელის შედეგია და ის, რასაც დღეს გავაკეთებთ, აუცილებლად აისახება ხვალინდელ დღეზე. მაგრამ რა მოხდება თუ დროს წარმოვიდგენთ როგორც წრეწირს ან სფეროს?
დროის სწორედ ასეთი აღქმა შემოგთავაზა კრისტოფერ ნოლანმა ინტერსტელარში. პირველი მინიშნება ამის შესახებ იყო ფილმის დასაწყისში, რამდენიმეჯერ ყურადღების გამახვილება მერფის კანონზე. ყველაფერი, რაც უნდა მოხდეს, აუცილებლად მოხდება. რაც შეგვიძლია დაახლოებით ასე გავიგოთ. არა მარტო აწმყო განაპირობებს მომავალს ან წარსული აწმყოს, არამედ შორეულ მომავალში შეიძლება მოხდეს ის, რის შედეგსაც ჩვენ დღეს ასეულობით წლებით ადრე ვხედავთ. რა არის წრეწირი? წრეწირი არის შეკრული ხაზი, რომლის შემადგენელი უსასრულოდ ბევრი წერტილიც ერთმანეთთან ქმედება უკუქმედების პრინციპითაა დაკავშირებული. ანუ, თუ ნებისმიერ ორ წერტილს შორის კავშირი გაწყდა, წრეწირი აღარ არსებობს. სფეროს შემთხვევაში ეს კავშირი კიდევ უფრო რთულია. წერტილები სამ განზომილებაში არიან ერთმანეთთან დაკავშირებულები და შესაძლო მიმართულებით ურთიერთქმედებენ. წარმოიდგინეთ, რომ წრეწირის შემადგენელი ყოველი წერტილი არის დროის ესა თუ ის მონაკვეთი. ვთქვათ, მთელი ისტორია. სამყარო ბრუნავს ამ ციფერბლატის გარშემო. თუ წარმოვიდგინეთ, რომ სამყაროს დასაწყისი 00 საათზე იყო, ჩვენ კი 2014 წელს. ვთქვათ, იქ ვართ, სადაც 6 საათია. ნახავთ, რომ წინ ციფერბლატის კიდევ ერთი ნახევარი გვაქვს, მაგრამ 12 საათთან მიახლოვება სულაც არ ნიშნავს დასასრულს, რადგან საათის ისრები უსასრულოდ ბრუნავენ ციფერბლატის გარშემო. ანუ თუ თქვენ მეტყვით, რომ 6-ის შემდეგ მოდის 12, მე გიპასუხებ, რომ 12-ის შემდეგ მოდის 6 და მთავარი ისაა, რომ ორივედი მართლები ვიქნებით. თუმცა ეს დებულება მხოლოდ წრეწირის შემთხვევაშია მართალი. თუ დავუბრუნდებით ამ მსჯელობის დასაწყისს და დროს წარმოვიდგენთ როგორც წრფეს, სხივს ან მონაკვეთს, მხოლოდ ის დებულება იქნება მართალი, რომელიც ამბობს, რომ 12 ყველა ვარიანტში 6-ის შემდეგ მოდის, რადგანაც მარჯვნივ ხაზზე მდებარე წერტილებს შორის მხოლოდ ერთი სახის მიმართება შეიძლება იყოს, მარცხნიდან მარჯვნივ. სწორედ ამ თეორიის ხორცშესხმას შეეცადა კრისტოფერ ნოლანი ინტერსტელარში. ანუ ვიზუალურად გამოსახა ის თეორიები, რომლებზეც ფიზიკოსები წლების და 10 წლეულების განმავლობაში მუშაობენ. ყველა ეს თეორია დაშვების დონეზე შეიძლება ჭეშმარიტი იყოს, თუმცა გადამოწმების საშუალება ჯერჯერობით ჩვენს დროში არ არის. ფილმის გადაღებისას ის ნამდვილ ფიზიკურ თეორიებს დაეყრდნო და ამით სრულიად ახალი რამ შემოგთავაზა სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროში. ჩვენ კოსმოსის ნაწილი ვართ. კოსმოსისა, სადაც არ არსებობს არც დრო და არც განზომილება, სადაც პარალელურმა წრფეებმაც კი შეიძლება ერთმანეთი გადაკვეთონ. დროისა და სივრცის ჩვენეული აღქმა უბრალოდ ხერხია იმისა, რომ ცხოვრება უფრო მარტივი გახდეს. რა არის შავი ხვრელი? შავი ხვრელი არის რაღაც. არ ვიცით მატერია თუ ანტიმატერია, რაც იზიდავს და ისრუტავს ნებისმიერი სახის ინფორმაციას. დროს, სივრცეს, განზომილებას და იქ ირღვევა ჩვენი ყველა წარმოდგენა და შეხედულება. იქ არათუ 3 ან 4 უსასრულოდ ბევრი განზომილებაა და მეტიც. ნოლანი ცდილობს წარმოიდგინოს, რომ დროის ნებისმიერი მონაკვეთი იქ პარალელურად მიმდინარეობს. რაც უნდა მოხდეს, აუცილებლად მოხდება. ანუ ის, რაც დღეს ხდება, უკვე მომხდარია მომავალში. ვარსკვლავთშორისი სივრცე ესაა მატერია, რომელიც არსებობს სივრცეში, ვარსკვლავურ სისტემებს შორის გალაქტიკაში. ეს მატერია მოიცავს აირს იონურ, ატომურ და მოლეკულურ ფორმაში, ასევე მტვერსა და კოსმოსურ სხივებს. ის ამსებს ვარსკვლავთშორის სივრცეს და გლუვად ირება გარშემო არსებულ გალაქტიკათა შორის სივრცეში. ელექტრომაგნიტური გამოსხივების ფორმაში ენერგია, რომელიც იმავე მოცულობას იკავებს, ვარსკვლავთშორისი გამოსხივების ველია. ყველა ფაზაში ვარსკვლავთშორისი სივრცე უკიდურესად გათხელებულია. ვარსკვლავთშორისი სივრცე გადამწყვეტ როლს თამაშობს ასტროფიზიკაში, რადგან მას შუალედური როლი აქვს ვარსკვლავურ და გალაქტიკურ მასშტაბებზე. სწორედ ვარსკვლავთშორის სივრცეში ხდება გალაქტიკური მასშტაბის გადაადგილება თეორიულად. ნუ ჯერ პრაქტიკულად კაცობრიობას ამისთვის არ მიუღწევია. ეს მხოლოდ ჰოლივუდში შეუძლიათ. თუკი ვარსკვლავთშორისი მანძილების გიჟურ მასშტაბებს გავითვალისწინებთ, რთულია წარმოვიდგინოთ შესაძლო გზები, რომლებითაც უცხო პლანეტელები ან ჩვენ მომავალში კოსმოსური სივრცის გადაკვეთას შევძლებდით. თუმცა არსებობს ვარსკვლავთშორისი მოგზაურობის პრობლემის რამდენიმე შესაძლო გადაწყვეტა. პირველი ეს არის გაყინვა, მრავალსაუკუნოვანი მოგზაურობა, რომელიც საჭიროა ვარსკვლავებს შორის ნელი, სინათლისაზე ნაკლები სიჩქარით მოგზაურობისთვის, ბიოლოგიურ დილემას ქმნის.
ჩვენს შემთხვევაში ეს ნამდვილად ასეა. ამ დილემის ერთი ცხადი პასუხი მოგზაურობისას ჰიბერნაციაა. კრიოსლიპ ტექნოლოგია გაყინავს ორგანიზმის მეტაბოლიზმს ან მინიმუმ შეანელებს მას მოგზაურობის მანძილზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს სამეცნიერო ფანტასტიკის მთავარი ელემენტია, მსგავსი რამ ძუძუმწოვრების შემთხვევაში ჯერჯერობით არავის გაუკეთებია. თუმცა ეს ისეთი გამოსავალია, რომელიც ჯადოსნური ფიზიკის არსებობას არ საჭიროებს. მეორე, ეს არის სინათლის იალქნები. მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაში მზის სხივს არავისთვის დაუბერავს. ფოტონები, იგივე სინათლის ნაწილაკები მატერიაზე მოქმედებენ. კოსმოსში საკმარისად დიდი და მსუბუქი მატერიის ფირფიტის გაფართოება რომ შეგძლებოდათ, შეძლებდით მზის გამოყენებას კოსმოსში გადასაადგილებლად. ამგვარი მზის იალქნების იდეა დიდი ხანია არსებობს. მაგრამ 2016 წელს ფილიპ ლუბინმა UC Santa Barbara-დან მზის ნაცვლად შემოგვთავაზა გიგანტური და ძალიან ძლიერი ლაზერების გამოყენება ვარსკვლავთშორისი ნაოსნობისთვის. გამგზავრების წერტილში განლაგებული საკმარისად დიდი ლაზერების საშუალებით შეძლებდით თითქმის სინათლის სიჩქარით მოძრაობას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახლომდებარე ვარსკვლავებს შორის მანძილს წლების ან 10 წლეულების განმავლობაში გადაგვეთდით და არა საუკუნეებისა და 1000 წლეულების განმავლობაში. მილიარდერი ასტრონომის ფილანტროპი იური მილნერი იმდენად იყო გატაცებული ამ იდეით, რომ მან 100 მილიონი დოლარი გაიღო მის განსავითარებლად პროექტში სახელწოდებით Breakthrough Starshot-ი. თუმცა ჰიპოთეტური უცხოპლანეტელები ამ ტექნოლოგიას რომ იყენებდნენ, დასჭირდებოდათ კიდევ ერთი გიგანტური ლაზერი, რომელიც მდებარეობს სამიზნე ვარსკვლავურ სისტემაში, რათა დაშვებისას ტემპი შეენელებინათ. მესამე, ეს არის ჭიის ხვრელები. თუგი სინათლის სიჩქარე ბუსღუდავს, კოსმოსში სწრაფად მოგზაურობაში მაშინ შესაძლოა საუკეთესო საშუალება ჭიის ხვრელები იყოს. ეს შესაძლებლობა აინშტაინმა გვისაჩუქრა თავისი ფარდობითობის ზოგადი თეორიით. თეორიის მიხედვით კოსმოსი ცარიელი სივრცე არ არის. იგი დროსთანაა შერწყმული და ამას ეწოდება სივრცე დრო, რაც წარმოადგენს მოქნილ ქსოვილს, რომელიც შეიძლება იყოს მოხრილი, დაჯიმული და დაკეცილი. ჭიის ხვრელები კი ერთგვარი სივრცე დროის გვირაბია, რომელიც იყენებს ამ კეცვადობას გალაქტიკის ორი რეგიონის ერთმანეთთან მოკლე გზით დასაკავშირებლად. იმის მიუხედავად, რომ ასეთი ჭიის ხვრელები, ეგრეთ წოდებული აინშტაინ-როზენის ხიდები, ყველაზე მეტად დაშვებულია ფარდობითობის თეორიაში, ისინი არასტაბილურია. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ბუნებრივი თუ ხელოვნური გზით ჩამოყალიბებისთანავე თითქმის ყისერად დაიხურება. ეგზოტიკური მატერია არის რაღაც, რასაც აქვს ნამდვილი ანტიგრავიტაციული თვისებები. მას შეუძლია აიძულოს ჭიის ხვრელის ორი პირი, დარჩეს ღია, რითიც დააკავშირებს გალაქტიკის ორ შორეულ ნაწილს. თუმცა პრობლემა ის არის, რომ ეგზოტიკური მატერია რეალური არ არის. ეს მხოლოდ ტერმინია, რომელიც შეგიძლიათ დაამატოთ განტოლებებს და შეცვალოთ მათი ქცევა, მაგრამ ის არსებობს ჩვენთვის ცნობილი ფიზიკის ფარგლებში. თუკი ეგზოტიკური მატერია უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკოსის ოცნება, ის შეიძლება გახდეს სწრაფი ვარსკვლავთშორისი მოგზაურობის საშუალება. კიდევ არის მეოთხე გზაც, მრუდე დისკები. ის სამეცნიერო ფანტასტიკის მწერლებს განსაკუთრებით უყვართ. დისკი არ გიბიზგებთ გალაქტიკის ერთი ადგილიდან მეორეში. სამაგეროდ ის ქმნის მრუდე ბუშტს, რომელიც იჭიმება და შემდეგ მოუშვებს თქვენ გარშემო არსებულ სივრცეს. ამ დროს თქვენ არ მოგზაურობთ სივრცეში სინათლეზე სწრაფად. ამის ნაცვლად თქვენ ამრუდებთ და ასწორებთ სივრცეს უფრო სწრაფად, ვიდრე სინათლის სიჩქარე. მიუხედავად იმისა, რომ კოსმოსში სინათლის სიჩქარეზე სწრაფად ვერაფერი მოძრაობს, თავად სივრცე დროს შეუძლია მოძრაობდეს ნებისმიერი სიჩქარით. ძალიან რთული ფიზიკური პროცესია. ვეცდები განმარტო. როგორც მიგელ ალკუბიერმა აჩვენა თავის ცნობილ 1994 წლის ნაშრომში, მრუდე დისკები თეორიულად შესაძლებელია. ალკუბიერის დისკის კონცეფციამ მას შემდეგ დიდი ყურადღება მიიპყრო და მრავალი გზით შეიძლება განივრცოს, მაგრამ მრუდე დისკებთან დაკავშირებით არსებობს სერიოზული პრობლემები. ჭიის ხვრელებით მოგზაურობის მსგავსად საჭიროა ეგზოტიკური მატერია, რომელიც ალბათ არც არსებობს. კიდევ უფრო პრობლემური ის არის, რომ მრუდე ბუშტებმა გადაადგილებისას შეიძლება წარმოქმნას მაღალი ენერგიის გამოსხივების უზარმაზარი შოკური ტალღები. შესაბამისად, როგორც კი გამოხვალთ, ენერგიის ეს აფეთქება თქვენს გზაზე ყველაფერს დაწვავს და გაანადგურებს სიცოცხლეს ნებისმიერ პლანეტაზე, რომელსაც სტუმრობთ. თუკი ეს ასეა, იმედი ვიქონიოთ, რომ ალკუბიერით აღჭურვილი უცხოპლანეტელები სავახშმოდ არ გვესტუმრებიან.
მეხუთე თეორიულ შესაძლებლობაზეც ვიტყვი და ეს არის კვანტური მექანიკა, რომელიც არის ატომური და სუბატომური სამყაროს შესახებ ჩვენი უზენაესი თეორია. საკმაოდ უცნაურია. კვანტური მექანიკით ფიზიკოსები საუბრობენ ნაწილაკებზე, რომლებიც ერთდროულად ორ ადგილასაა, ან ორი ნაწილაკი ყისრად მოქმედებს ერთმანეთზე. იმის მიუხედავად, რომ ისინი სამყაროს საპირისპირო მხარეს არის განლაგებული. ამდენად კვანტური მექანიკა ჩვენი სახი აზრის გაგებისგან, თუ როგორ უნდა იმოქმედოს სივრცემ, დრომ და მატერიამ და ენერგიამ, საკმაოდ შორსაა. კვანტური მექანიკის ყველაზე ზუსტი და ძლიერი ფიზიკური თეორია განვითარების 100 წლის თავზეც კი ჯერ დაზუსტებით ვერ ვიტყვით, რომ გვესმის, რაც გვეუბნება ის რეალობის ბუნებაზე. და რატომ შეიძლება გვაინტერესებდეს კვანტური მექანიკა ვარსკვლავთშორისი მოგზაურობის საკითხთან მიმართებაში? იმიტომ რომ მასში შესაძლოა იმალებოდეს რაღაც, რაც საშუალებას მოგცემს გვერდი ავუაროთ ფარდობითობის თეორიის აშკარა შეზღუდვებს სივრცე-დროის შესახებ. ზოგიერთი, რომელიც მუშაობს კვანტური მექანიკისა და ფარდობითობის თეორიის კვანტური გრავიტაციის თეორიაში შერწყმაზე, თვლის, რომ სივრცე-დრო შეიძლება არ იყოს ფუნდამენტური და ამის ნაცვლად ის შეიძლება აღმოცენდეს რეალობის უფრო ღრმა ასპექტიდან. ასე რომ კვანტურ მექანიკას შეიძლება ჰქონდეს გარკვეული ხრიკები, რომლებიც საკმარისად განვითარებულმა უცხო პლანეტელებმა შეიძლება იცოდნენ და გამოიყენონ ვარსკვლავთშორისი მოგზაურობისთვის. სინათლის სიჩქარით მოგზაურობის იდეა მრავალი წლის განმავლობაში ხიბლავდა არა მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკის მწერლებს, არამედ მეცნიერებსაც. სინათლე თითქმის 300,000 მეტრი წამში გასაოცარი სიჩქარით მოძრაობს. ამ სიჩქარით შეგვიძლია დედამიწას 7 ჯერ შემოვუაროთ მხოლოდ ერთ წამში და ადამიანებას საბოლოოდ შემძლოთ სამყაროს გამოკვლევა ჩვენი მზის სისტემის მიღმა. 1947 წელს ადამიანება პირველად გადააჭარბეს ბგერის სიჩქარეს, რაც სხვათა შორის გაცილებით ნელია ვიდრე სინათლის. ამან გზა გაუხსნა მეცნიერებს შეექმნათ კომერციული თვითმფრინავები, მაგალითად როგორიცაა კონკორდი და სხვა ზებგერითი თვითმფრინავები, მაგრამ შევძლებთ ოდესმე სინათლის სიჩქარით მოგზაურობას. ფიზიკის და ბუნებრივი სამყაროს საზღვრების ჩვენი ამჟამინდელი გაგებიდან გამომდინარე, პასუხი სამწუხაროდ არის არა. ალბერტ აინშტაინის მიხედვით ფარდობითობის სპეციალური თეორია აღწერილი ცნობილი განტოლებით E უდრის mc²-ს, სადაც სინათლის სიჩქარე სით აღინიშნება, მოქმედებს როგორც ერთგვარი კოსმოსური სიჩქარის ზღვარი, რომლის გადალახვა შეუძლებელია. ამრიგად, სინათლის სიჩქარით ან უფრო სწრაფად მგზავრობა ფიზიკურად შეუძლებელია, განსაკუთრებით ნებისმიერი ნივთისთვის, რომელსაც აქვს მასა, როგორიცაა კოსმოსური ხომალდი და ადამიანი. პაწაწინა პროტონსაც კი დასჭირდება თითქმის უსასრულო ენერგია სინათლის სიჩქარის მისაღწევად და ადამიანები ჯერ კიდევ ვერ ყვევთ თუ რას ნიშნავს სინამდვილეში თითქმის უსასრულო ენერგია. თუმცა ფიზიკისა და ამ დარგით სამყაროს გაგების თვალსაზრისით ეს თეორია საფუძვლებს უყრის წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის კავშირს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, სინათლეზე უფრო სწრაფად მოგზაურობამ შეიძლება დროში მოგზაურობის საშუალება მოგცეს, რაც ჩვენ სამყაროში შეუძლებელია, ვინაიდან ყველა სხვა თანამედროვე ფიზიკური თეორია აგებულია ფარდობითობაზე. ყოველ ჯერზე, როცა ერთ მათგანს ვამოწმებთ, ჩვენ ასევე ვამოწმებთ ფარდობითობის თეორიას. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ შეიძლება ვწდებოდეთ სივრცე-დროის ფუნდამენტური სტრუქტურის აღქმაში, სინათლის სიჩქარის ლიმიტი ნაკლებად სავარაუდოა, რომ გაუქმდეს. სულ ესაა ვარსკვლავთშორისი მოგზაურობის პრობლემის გადასაწყვეტად. ჩვენ მხოლოდ ზემოხსენებული ვარიანტები გაგვაჩნია. ახლა კრეატიულმა სამეცნიერო ფანტასტიკის მწერალმა შეიძლება ვარსკვლავთშორისი მოგზაურობის სხვა საინტერესო გზებიც გამოძებნოს. თუმცა ზემოხსენებული სია რეალობის ჩვენს ცოდნაზე დაღლობით ამოწურავს ვარსკვლავთშორისი მოგზაურობის თეორიულ შესაძლებლობებს. და რა ხდება ფილმში? რას აჩვენებს კრისტოფერ ნოლანი ამ თეორიების კომბინაციით? და რამდენად დიდია ის ცოდნა, რომელსაც ვიზუალიზაციით ეს კინოშედევრი იძლევა. მე ამ ფილმს არ განვიხილავ კინოს კრიტიკოსების მიდგომით. ამის უფლებას ჩემი კომპეტენციიდან გამომდინარე თავს ვერ მივცემ. თუმცა ნამდვილად გავბედავ სხვადასხვა წყარო საშუალებით ის გადმოვცემ სამეცნიერო შინაარსობრივი თვალსაზრისით. როგორც უკვე ვახსენე, ნოლანმა მერფის კანონის თავისებური აღქმა შემოგთავაზა, რაც შეგვიძლია დაახლოებით ასე გავიღოთ. არ მარტო აწმყო განაპირობებს მომავალს ან წარსული აწმყოს, არამედ შორეულ მომავალში შეიძლება მოხდეს ის, რის შედეგსაც ჩვენ დღეს ასეულობით წლით ადრე ვხედავთ. სწორედ ამ თეორიის ხორცშესხმას შეეცადა კრისტოფერ ნოლანი ინტერსტელარში. ანუ ვიზუალურად გამოსახა ის თეორიები,
რომლებზეც ფიზიკოსები წლების და 10 წლეულების განმავლობაში მუშაობენ. მოკლედ, მთავარი გმირი მიემგზავრება კოსმოსში, სადაც მისთვის დრო უფრო ნელა გადის, ვიდრე ჩვენთან დედამიწაზე. თქვათ იმ მომენტში, როდესაც სხვა galaktikაში გადადის, დედამიწაზე გასული დრო არის 3 საათი, ანუ უკვე 9 საათზე ვდგავართ. შემდეგ ის ხვდება შამხრელში და აქ იწყება მთავარი. შამხრელში მოხვედრის შემდეგ მთავარი გმირი კუპერი თავის წარსულს ხედავს. თავის 10 წლის შვილს, რომელიც უკვე დედამიწის დროით მისი ასაკისაა. ის თავის ოთახშია. ფილმის დასაწყისში კი პარანორმალური მოვლენები ხდება. წიგნები თავისით წვივა თაროებიდან და ეს მათი სამარაუდოდ უცხოპლანეტელების გამოგზავნილი სიგნალი ჰგონიათ. შამხრელში კი კუპერი აღმოაჩენს, რომ ეს სიგნალი არა უცხოპლანეტელებმა, არამედ თვითონვე გააგზავნა მომავლიდან. ჩნდება კითხვა, თუ კუპერი იმ დროს, როდესაც ეს აუხსნელი მოვლენები ხდებოდა, დედამიწაზე იყო, როგორ შეძლებდა თავისი თავისთვის სიგნალი მომავლიდან გაეგზავნა? პასუხი ისევ წრეა, სფერო, სადაც ყველა დრო ერთმანეთის პარალელურად ვითარდება და ერთმანეთში იხლართება. თავიდან ის თავის თავს მორზეს ანბანით უგზავნის მესიჯს, stay, დარჩი. მას ენატრება ოჯახი და უნდა რომ წარსულში თავის თავს წასვლის უფლება არ მისცეს. მაგრამ შემდეგ ხვდება, რომ ეს შეუძლებელია, რადგანაც რაც უნდა მოხდეს, აუცილებლად მოხდება. საბოლოოდ კი თავის შვილს უგზავნის მესიჯს, რომლითაც ის 30 ან შეიძლება მეტი წლის შემდეგ ამოცანას ამოხსნის. მაგრამ აქ არის ერთი მთავარი და ყველაზე საინტერესო კითხვა. შამხრელში რობოტი მას ეუბნება, რომ ეს უცნაური განზომილებები შექმნეს უფრო განვითარებულმა ადამიანებმა. ისევ ციფერბლატი რომ წარმოვიდგინოთ ის, რაც 9 საათზე კუპერმა გააკეთა, იმისთვის რომ 6 საათზე ადამიანებს დედამიწაზე ამოცანის პასუხი ეპოვათ. შექმნეს უფრო განვითარებულმა ადამიანებმა მომავალში. თქვათ 12 საათზე რომ კუპერს, რომელიც იყო 9 საათზე, გაეგზავნა მესიჯი დედამიწაზე 6 საათისთვის და ასე შემდეგ. ეს განვითარებული ადამიანები კი არ იარსებებდნენ თუ კუპერი არ გაემგზავრებოდა კოსმოსში. და იქ ენ ჰეთებეის გმირი, სანამ კუპერი შავი ხვრელიდან მესიჯს დედამიწაზე აგზავნიდა, არ აღმოაჩენდა პლანეტას, სადაც ადამიანებისათვის სიცოცხლე შესაძლებელია. ნოლანმა ამ ფილმში ერთგვარად შეკრა მთელი ის ამოცანები, რომლებსაც წლების განმავლობაში გვაწვდით და თავისი წინა ფილმებით. რა უნდა ვქნათ, როდესაც კაცობრიობა გადაშენების ზღვარზეა? კუპერის შვილი, მერფი, მამასთან ჩიბის, რომ პოლტერგეისტის მსგავსი მოჩვენება თაროებიდან წიგნებს ისვრის და ცდილობს რაღაც მნიშვნელოვანის გადმოცემას. კუპერი აანალიზებს, რომ ეს მოჩვენება კი არა, არამედ გრავიტაციული ანომალია. ანომალია ტოვებს მესიჯს ორბიტის სისტემის დახმარებით. ეს არის GPS კოორდინატები, რაც კუპერსა და მერფის NASA-ს ბაზამდე მიიყვანს. შემდეგ აღმოჩნდება, რომ მესიჯი ასევე დატოვებულია მერფის საათში, მათ მიერ. როგორც ირკვევა, ბრენდის ჯგუფი ასეთ გრავიტაციულ ანომალიებს უკვე 50 წელია ამჩნევს. დაახლოებით იმავე პერიოდში, როდესაც ჭიის ხვრელი გამოჩნდება სატურნთან ახლოს. საბოლოო ჯამში გამოაშკარავდება, რომ ანომალიებს თვით კუპერი აგზავნის ტესერაქტის იგივე 4 განზომილებიანი კუბის გამოყენებით. მეცნიერების მიერ გრავიტაციის გაკონტროლება შესაძლებელი გახდა. ამიტომ NASA-ს გუნდი გადაწყვეტს სპეციალური ხომალდით ვარსკვლავთშორისი მოგზაურობა დაგეგმოს, რათა კაცობრიობისათვის ახალი სახლი პლანეტა მოიძებნოს. შავი ხვრელის გადაკვეთის შემდეგ კუპერის ჯგუფი გადაწყვეტს ეწვიოს დოქტორი მილერის პლანეტას. ის ორბიტულად დაფრინავს გარგანტუას გარშემო. გარგანტუას მასიური გრავიტაციული ზეწოლის გამო ყოველი გატარებული საათი ამ პლანეტაზე უდრის 7 წელიწადს დედამიწაზე. იმის მერე რაც ხომალდს უზარმაზარმა ტალღამ გადაუარა და შეაფერხა მათი წამოსვლა. დედამიწის დროით 23 წელი გავიდა. გარგანტუა ამრუდებს სივრცე დროს. მისი გრავიტაციული ძალა ღუნავს მილერის პლანეტას. დედამიწასთან შედარებით სივრცე დრო მილერის პლანეტაზე საკმაოდ გამრუდებულია. სწორედ ამიტომ კუპერის ჯგუფი ამბობს, ჩვენ ისე უნდა შევხედოთ დროს როგორც რესურსს, როგორც საკვებს და ჟანგბადს. აინშტაინის თეორია ამ ყველაფრის გასაღებია. მისი რევოლუციური თეორია, რომელიც 1915 წელს დაწერა, ამბობს, რომ რაც უფრო დიდია ობიექტი, მით მეტ სივრცე-დროს ამრუდებს. ის გამრუდებულია თუნდაც დედამიწის გარშემო, შავი ხვრელისთვის, რომლის გარშემოწერილობა მილიონობით კილომეტრია, რაც შეეხება ტესერაქტს. ინტერსტელარში ეს ის ადგილია, სადაც კუპერი და ტარსი ხვდებიან გარგანტუაზე, მოვლენათა ჰორიზონტის გავლის შემდეგ. ტარსი უხსნის კუპერს, რომ ზეგანვითარებულმა არსებებმა ააწყეს 3 განზომილებიანი სივრცე, მათ 5 განზომილებიან რეალობაში, რომ ჩვენთვის გასაგები გაეხადათ.
დრო წარმოდგენილია როგორც ფიზიკური განზომილება. კუპერი ხედავს მერფის საძინებელს, როდესაც ის ჯერ კიდევ 10 წლის იყო და ყველა მომენტი იმ დროში მოცემულია უწყვეტ ხაზად, რომელშიც კუპერს შეუძლია გადაადგილება. ის მოგზაურობს დროში ფიზიკურად, სწორედ ისე, როგორც დოქტორ ბრენდს ჰქონდა ნაგულისხმები, როცა ამბობდა, მათთვის დრო ალბათ ერთ-ერთი ფიზიკური განზომილებაა. მათთვის წარსული შესაძლოა იყოს კანიონი, რომელშიც შეუძლიათ ჩაძრნენ და მომავალი თა, რომელზეც აცოცდებიან. კუპერს თავისით ფიზიკურად არ შეუძლია დროში უკან მოგზაურობა. თუმცა ინტერსტელარის სამეცნიერო ფანტასტიკაში გრავიტაციას შეუძლია გადაკვეთოს განზომილებები, მათ შორის დროც. შესაბამისად, კუპერს აქვს შესაძლებლობა გაუგზავნოს შეტყობინება მის ახალგაზრდა ქალიშვილს. თავდაპირველად ის წერს დარჩის წიგნების სროლით. შემდეგ იგი გზავნის NASA-ს კოორდინატებს ორობითი სისტემის მეშვეობით. საბოლოოდ კუპერი იღებს კვანტურ მონაცემებს, რომლებიც შეაგროვა რობოტმა ტარსმა შავი ხვრელის სინგულარობიდან. მონაცემები, რომლებიც მხოლოდ შავ ხვრელში მოიპოვება და აგზავნის მათ მერფის საათში, მორზეს ანბანის გამოყენებით. ეს არის კვანტური ინფორმაცია, რომელიც ხსნის პროფესორის გრავიტაციის განტოლებას. ტესერაქტის საეჭვაობა დამტკიცებულია ზოგი მეცნიერის მიერ, მაგრამ ეს არ არის მთლად გაბუქებული ფანტაზია, როგორადაც ზოგი მოიხსენიებს. ამ ფილმში ყველაფერი ეფუძნება არსებულ მეცნიერულ თეორიებს და ოდნავ დრამატულ ეფექტს ადებს მათ. არავინ ყოფილა შავ ხვრელში, შესაბამისად დაზუსტებით ვერავინ იტყვის, რომ ის არ შეიცავს უცნაურ წიგნის თაროიან ტესერაქტს. საბოლოოდ მერფიმ ამოიღო კვანტური მონაცემების საათიდან და შეძლო გრავიტაციის განტოლების ამოხსნა. მისთვის შესაძლებელი გახდა გრავიტაციის კონტროლი. შედეგის სახით კაცობრიობამ შეძლო მიეტოვებინა დედამიწა და შეიქმნა უამრავი კოლონია მზის სისტემაში. მოკლედ რომ შევაჯამო ამ ფილმის სათქმელი, კრისტოფერ ნოლანის ინტერსტელარი არ არის მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკა კოსმოსზე. ეს არის ფილმი ადამიანის ბუნებაზე, სიყვარულზე, დროის აღქმასა და იმაზეც, თუ როგორ ცდილობს ადამიანი გადალახოს საკუთარ არსებობაზე დასმული ზღვარი. კრისტოფერ ნოლანმა ინტერსტელარში კოსმოსში, დროსა და სივრცეში მოგზაურობა წარმოაჩინა როგორც მეცნიერებასა და ადამიანურ ემოციებს შორის ერთგვარი ხიდი. ფილმი რეალური ფიზიკის, განსაკუთრებით კიპ თორნის, ნობელის პრემიის ლაურეატის კონსულტაციების საფუძველზეა აგებული და ცდილობს, რომ კოსმოსური მოგზაურობა მაქსიმალურად სამეცნიერო და რეალისტურად წარმოაჩინოს, მიუხედავად ფანტასტიკური ელემენტებისა. შავი ხვრელი, კოსმოსური მოკლე გზები. ფილმში კაცობრიობას სჭირდება დატოვოს მზის სისტემა, რადგან დედამიწა კვდება. ამისათვის გამოიყენება შავი ხვრელი, სივრცე დროის გვირავი, რომელიც საშუალებას იძლევა ერთი წერტილიდან მეორეში მოხვდე სინათლის სიჩქარეზე სწრაფად, უზარმაზარი მანძილების გვერდისავლით. შავი ხვრელი ფილმში მდებარეობს სატურნის სიახლოვეს და მასში შესვლით ხომალდ ენდურანსის ეკიპაჟი ხვდება სხვა გალაქტიკაში, სადაც მათ ახალი საცხოვრებელი პლანეტები უნდა მოძებნონ. რეალობაში შავი ხვრელი განსხვავებული რამაა, მაგრამ ნოლანმა იგი აჩვენა როგორც ფიზიკოსები წარმოიდგენენ. სივრცე თითქოს იკეცება და იქმნება გვირავი. ფარდობითობის თეორია და დროის გამრუდება. ფილმი ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი პოპულარული მაგალითია იმისა, როგორ მოქმედებს გრავიტაცია და სინათლის სიჩქარესთან მიახლოებული მოძრაობა დროის სვლაზე. მილერის პლანეტა. ეს პლანეტა მდებარეობს სუპერმასიური შავი ხვრელის სიახლოვეს. ძლიერი გრავიტაციული ველი იწვევს დროის გამრუდებას. პლანეტაზე გატარებული 1 საათი დედამიწაზე 7 წელს უდრის. ეს ეპიზოდი ხაზს უსვამს, რომ კოსმოსური მოგზაურობისას დრო სხვადასხვა ადგილას სხვადასხვანაირად გადის, რაც უდიდეს ფსიქოლოგიურ და ემოციურ დრამას ქმნის. შავი ხვრელი და ტესერაქტი. სივრცე დროის სიღრმე. ეკიპაჟი ხვდება სუპერმასიურ შავ ხვრელს, რომელიც იმდენად ძლიერად კეცავს სივრცე დროს, რომ მისი გამოყენება შეიძლება მოკლე გზად. კუპერი საბოლოოდ შედის შავ ხვრელში და ხვდება ტესერაქტში. ეს არის 5 განზომილებიანი სივრცე, რომელიც თითქოს დროის ბიბლიოთეკას ჰგავს. იქიდან მას შეუძლია ურთიერთქმედება დროის კონკრეტულ მომენტებთან და გრავიტაციის საშუალებით გადასცეს ინფორმაცია თავის ქალიშვილის მერფს. ეს სცენა უკვე მეტაფიზიკური და მეცნიერული ფანტასტიკური ელემენტია, მაგრამ ეფუძნება იდეას, რომ შავი ხვრელი შესაძლოა გახდეს სივრცე დროის სხვადასხვა წერტილს შორის კომუნიკაციის ხიდი.
რეალისტური კოსმოსური ფრენა. ნოლანმა ყურადღება გაამახვილა რეალიზმზე. კოსმოსური ხომალდი ენდურანსი როტაციულია და საკუთარი ბრუნვით ქმნის ხელოვნურ გრავიტაციას. ეს არის რეალური კონცეფცია მომავლისთვის. არ არის ხმები კოსმოსურ სცენებში, რადგან ვაკუუმში ხმა არ ვრცელდება, რაც ფილმს ავთენტურობას მატებს. ნაჩვენებია საწვავის, ორბიტალური მანევრებისა და რესურსების შეზღუდულობა, რაც რეალური კოსმოსური ფრენისთვის მნიშვნელოვანია. ფილმში მოგზაურობა კოსმოსში არ არის მხოლოდ ტექნიკური გამოწვევა. ის წარმოდგენილია როგორც ადამიანის სურვილი, გადალახოს საკუთარი სამყაროს საზღვრები, ხოლო დროის ფარდობითობა და შავი ხვრელის ფენომენი ასახავს, რომ კოსმოსში მოგზაურობა ნიშნავს არა მხოლოდ მანძილზე გადაადგილებას, არამედ დროის და თვით ისტორიის გადაკვეთას. ინტერსტელარი კოსმოსურ მოგზაურობას აჩვენებს, როგორც გადარჩენის აუცილებლობას, მეცნიერულ შესაძლებლობას და სულიერ ოდისეას ერთდროულად. ნოლანის ხედვა გვახსენებს, რომ როდესაც ვტოვებთ დედამიწას და ვცდილობთ კოსმოსში მოგზაურობას, ჩვენ არ მხოლოდ სივრცეში გადავდივართ, არამედ ვცდილობთ გავცდეთ დროის საზღვრებსაც, რათა შევინარჩუნოთ კავშირი ჩვენს საყვარელ ადამიანებთან და მომავალ თაობებთან. ფილმში არაა ახსნილი, როგორ აშენდა კუპერის სადგური, მაგრამ კიპ თორნი თავის წიგნში ამბობს, რომ მერფიმ შეამცირა დედამიწის ბუნებრივი გრავიტაციული ზეწოლა. თორნი ამბობს, რომ გრავიტაციის შემცირება დააზიანებდა დედამიწას, მიწისძვრებისა და ცუნამების გახშირების გამოწვევით. თუმცა ეს მცირედი საფასურია კაცობრიობის უსაფრთხოებისთვის. არსებობს ვარაუდი, რომ შავი ხვრელიდან გამოსვლის შემდეგი სცენები კუპერის წარმოსახვაა და ამ მომენტში ის გარდაცვლილია. რასაც თითქოს დაამყარებს ის ფაქტი, რომ მერფის მონახულების დროს მისმა შთამომავლებმა ყურადღება საერთოდ არ მიაქციეს. ჩემი აზრით, ფინალი გარკვეულწილად ბუნდოვანია, მაგრამ ნოლანი, როგორც კინოკრიტიკოსთა ნაწილი აღნიშნავს, შეეცადა არ წასულიყო ჰოლივუდის ტრადიციული ჰეპი-ენდური, ანუ ბედნიერი დასასრულის ხაზით. ვერც ხისტი ფინალი გამოვიდოდა, რადგან ნანახით ისედაც გაუგნებულ მაყურებელს სულ მთლად დაცემდა. ამიტომ მან საუკეთესოდ ხო ვერ ვიტყვი, მაგრამ ოპტიმალური ხერხი მოიფიქრა ფინალისთვის. თუ არ გინახავთ ეს ფილმი და ამ ეპიზოდს ბოლომდე უყურეთ მაინც, ესე იგი აუცილებლად უნდა ნახოთ. მანამდე კი გამოიწერე კოდის YouTube არხი. მოიწონე ეს ვიდეო და ნანახის შესახებ შენი მოსაზრებაც გაგვიზიარე. მადლობა მხარდაჭერისთვის.